დედაქალაქის ისტორიულ უბნებში არსებულ ავარიულ საცხოვრებელ სახლებს თბილისის მერია გამოისყიდის. საუბარია მეოთხე, მეხუთე კატეგორიის დაზიანებაზე, რომელსაც ასევე საცხოვრებლის ყველა მესაკუთრის თანხმობა ექნება. თბილისის მერმა ქირის და ბინების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ მიუხედავად მერიის ჩართულობისა დაელოდონ სამშენებლო პროცესს და შესაძლოა ურჩევნიათ ამ ქონების მალევე გაყიდვა. სწორედ ეს პროგრამა იქნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და შესაძლებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული სახლების, საცხოვრებელი სახლების შესახებ. გამოსყიდვის მთავარი წინაპირობა იქნება შემდეგი. პირველი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი უნდა იყოს მეოთხე ან მეხუთე კატეგორია. ასევე გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიულ საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე.